ბოლაჯურში 8 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე ავტომობილის მძღოლს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. სხდომა ახალციხის რაიონულ სასამართლოში 3 დეკემბერს გაიმართა. მამაკაც ბრალის სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-6 ნაწილის წარედგინა, რომლის მიხედვითაც ბრალდებული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. აღნიშნული მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მე-6 მუხლის მიხედვით ქმედება ჩადენილია არაფხიზელ მდგომარეობაში. ვაპირებთ გასაჩივრებას. შემდეგი სხდომა იანვარშია ჩანიშნული. აღუძველად გრძელდება, თუმცა გამოსაძიებელი არაფერია. ფიზიკურად შეუძლებელია ამ ტრაგედიის გამოსწორება, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობს ბრალდებული მხარე, რომ ურთიერთობები დაზარალებულთან იგულისხმება ბოდიშის მოხდა და რა ვიცი, ასე შემდეგ. თუ შეიძლება რაიმე ფორმის ბოდიში მოუწოდოს ამ შექმნილ ვითარებას და შემდგომში ალბათ ის აპროცესში თანხმობა. გარდაცვლილი გოგონა შემთხვევიდან 16 დღეში 9 წლის გახდებოდა. ოჯახი ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. ბავშვს კისერი გადატეხილი აქვს, ხერხემალი გატეხილი აქვს, თვალები ამოთხრილი აქვს. თელი წარბის მალა აღარ უარგა ბავშვს. თელი წარბის მალა ჩალეწილი აქვს, ტვინი გასხმული აქვს, მაჯები დამტვრეული აქვს, კლავები დამტვრეული აქვს. თქვენგან ყველა ძალიან გთხოვთ, ბოლო და უკანასკნელი სასჯელი მიუსაჯეთ ჩემი შვილის მკვლელს. სწორად გამიგეთ, რასაც ვამბობ. მე რომ გავიგო ჩემი შვილის მკვლელი, ასე გამოვიდა ციხიდან, ფული ჩაყარა, 3 წელში გამოვიდა, ვერ ავიტან, ჩემი ხელებით მოვკლავ. უბედური შემთხვევა ადიგენის სოფელ ბოლაჯურში 1 დეკემბერს მოხდა. გოგონა სკოლიდან სახლში ძმასთან ერთად ბრუნდებოდა. რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ავტომობილით ჯერ ძმას, შემდეგ კი გოგონას დაეჯახა. მცირეწლოვანი ბიჭი მსუბუქად დაშავდა, გოგონა კი ადგილზე გარდაიცვალა. ჩვენი მეზობელი არის ისევე ერთ ეზოში ცხოვრობენ, აგერ ეს მკვლელის და ესეც აგერ ხედავთ რა დღეში არის. იმის დანაშაული ის არის, რომ იყო უზომოდ მთვრალი. ვერ დაიმორჩილა საჭე. იმ პირველ ბავშვსაც ძმასაც გაკრა ისე რომ ზიანი არ მიაყენა, მაგრამ არანაკლები იყო და ამასაც დაეტაკა და შეხედავთ მდგომარეობას როგორ არის. ნასვა მდგომარეობაში ყოფი ყველა მძღოლი ვინც არ უნდა იყოს, თუნდაც ჩემი შვილი იყოს, ყველა უნდა დაისაჯოს უმაღლესი ზომით, რომ მეორემ აღარ გაიმეოროს ის მაგალითი და აღარ მოხდეს ასეთი უბედურება. 8 წლის გოგონას სოფელ ბოლაჯურის სასაფლაოზე 6 დეკემბერს დაკრძალავენ. 10 დღეში კი ოჯახი 9 წლის იუბილეს მის საფლავზე გოგონას მეგობრებთან ერთად აღნიშნავს.